დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვიდან სამი სენატორი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის მიღებას ბლოკავს. ჯო ვილსონის თანაავტორობით მომზადებული დოკუმენტის დაჩქარებული წესით განხილვა სწორედ რესპუბლიკელებმა შეაჩერეს. ინფორმაცია კი ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა ალექს რაფაუოღლუმ გაავრცელა. აქტი, რომელიც საქართველოს თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს, ქართული ოცნებისთვის მეგობრული არასდროს ყოფილა. Აქტი სრულად გაჯერებულია სიცრუით, ცილისამებით, ტყუილით და უკვე გამოაშკარავდა ის თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში. არის კონკრეტული კონგრესმენი, რომელსაც 97,000 აქვს აღებული იმაში, რომ საქართველოს გააშავოს და სრულად ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს და გააჯეროს აღნიშნული აქტი. ეს არის მოცემულობა. გავლენიანი სენატორების პოზიციის გასაჯაროვების შემდეგ ოპოზიციამ მალევე იმის მტკიცება დაიწყო, რომ წლის ბოლოს აქტი კანონად მაინც იქცევა. სცადეს სენატორთა პოზიციის გაუფასურებაც. ნაციონალები ირწმუნებიან, რომ ორპარტიული დაპირისპირებების გამო მათ აქტის მხოლოდ დაჩქარებით განხილვაზე თქვეს უარი. ლილოში კი ერთი კვირის წინანდელი ვიზიტი დღევანდელ ბრიფინგზე შეაჯამეს და საზოგადოებას პირობა მისცეს, რომ აქტის კანონად ქცევისთვის ძალისხმევას არ დაეშურებენ. მეგობარი აქტი სულ მალე წელსვე იქცევა კანონ პროექტად. ამისთვის საფუძველს მაძლევს გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული ლელო ძლიერი საქართველოს ვიზიტიც, თუმცა რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა. ეს არ არის რაღაცა პროტესტი და ბოიკოტი უშუალოდ მეგობარი აქტის მიმართ, არამედ თავად პროცესის მიმართ, იმიტომ რომ ახლაც რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის არსებობს რიგი უთანხმოებებისა. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის მოწინააღმდეგეთა შორისაა მარკ ვეინ მალინისი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ახლო მეგობარია. მას სენატში ტრამპის პირად კონტაქტს უწოდებენ. მეორე სენატორი მაიკლი იურიდიულ საკითხებში ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. რენდ პოლი კი ქვეყნების შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევებს ეწინააღმდეგება. სწორედ ამ გავლენიანი სენატორების პოზიცია ოფიციალურ თბილის პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია, ვიხილეთ, რომ ერთსულოვნება ნამდვილად არ არის ამ აქტთან დაკავშირებით და ეს არის ერთ-ერთი ნიშანი და სიგნალი იმისა, რომ ბატონი ტრამპის დაპირება, რომ იგი შეძლებს Deep State-ის დამარცხებას, რა თქმა უნდა, ეს ამაზე მეტყველებს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რა თქმა უნდა, დიდი გზა აქვს ბატონ ტრამპს გასავლელი, ვინაიდან ძალიან ძლიერ ძალასთან არის დაპირისპირებული. რადიკალებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ დადგა კარგი დრო, მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ შეერთებულ შტატებში არიან ის ადამიანები, რომლებიც საღად იაზრებენ მოცემულობას, რაც არის საქართველოსთან მიმართებით და ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვათ იმედს, საათყოფნას, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები არათუ მხოლოდ გადაიტვირთოს, არამედ ახალი სუფთა ფურცლიდან გზამკვლევით დაიწყოს, რაც იქნება ურთიერთსარგებლიანი როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი ხალხისთვის. ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის შემდეგ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი კონგრესში ჯო ვილსონმა წარადგინა. 11 ივლისს სწორედ ვილსონის შემომწირველ კომპანიასთან გააფორმა $1,000,000-მდე ღირებულების ხელშეკრულება ნაციონალურმა მოძრაობამ. ამიტომ სახელისუფლებო პარტიისთვის ლობიზმით დაწერილ დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს.